მოგესალმებით. გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა ნაციონალური მმართველობის პერიოდში არაერთგზის მორღვეული კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დაიწყო. რასაც ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მცირე, მაგრამ ჭახედ მჩხავანა ნაწილის გააფთრებული წინააღმდეგობა მოჰყვა. ვინ არ მოიყარა თავი ამ პოლიტიკურ პანოპტიკუმში, ნაცებმა, ნეონაცებმა და მათთან გათანაბრებულმა არასამთავრობო სექტორმა, საკუთარ ბოღმას და სიმცირეს ვერ მორეულმა გათითოკაცებულმა მარგინალებმა თუ მიშა სააკაშვილის პოლიტიკური ჰარამხანის სტაჟიანმა თუქსუსებმა, რომლებიც წლების განმავლობაში რეჟიმის ესკორტ მომსახურებით ირჩენდნენ თავს და რომელთა ელექტორალური რესურსი მათემატიკურადაც კი ცარიელ სიმრავლეს წარმოადგენს, ანუ ნულს უტოლდება. მიწისა და ოჯახის საკითხებზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ჭეშმარიტად ეროვნული თანხმობის დოკუმენტად იქცა და ამ ფონზე პოლიტიკური კამარილის წუხილი მითიური კონსენსუსის არარსებობაზე, რომელიც თურმე კონსტიტუციის ლეგიტიმაციას აკნინებს, ცალსახად სცემს პასუხს მთავარ კითხვას. რამ გააერთიანა ეს ჭრელი ჯამაათი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა უსარდლა? რასაკვირველია, ისინი გააერთიანა საკუთარ ხალხთან ღირებულებით კონფლიქტში ყოფნა. ამ კონფლიქტის ფორმულა მარტივია, რაც უფრო უახლოვდება ხელისუფლება ხალხს, მით უფრო შორდებიან მას ეროვნულ სხეულზე პარაზიტირებადი ძალები. ამიტომ არის პრინციპულად შეუძლებელი მათთან კონსენსუსი პატიოსანი კაცისთვის. რაც შეეხება კომპრომისს, მას ყოველთვის აქვს თავისი ფასი და ამ ფასზე ცოტა მოგვიანებით. თუ დააკვირდებით, ამ დღეების განმავლობაში ეთერებიდან უწყვეტ ნაკადად მოედინება ფსევდოლიბერალური და ფსევდოდემოკრატიული კაკაფონია, რომელიც გარკვეულ ინფორმაციულ მატრიცას ღრუბელს ქმნის და ამ მატრიცის ფარგლებში იქმნება რაღაც დოგმატები და იმდენად ითრგუნება კრიტიკული აზროვნება, რომ კითხვის დასმაც კი დანაშაულად ითვლება არა და კითხვების ზედაპირზეა ბატონებო. პარადოქსია, როდესაც ჩემი ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე მზრუნველი ხალხი ხელისუფლებას გუნდი, შიგნით დიქტატურის არარსებობას საყვედურებს და უწუნებს. აბა სხვანაირად როგორ უნდა ახსნათ, შიდა თუ გარე მონიტორთა მხრიდან ოცნების იმ არგუმენტის აბსოლუტური მიაღობლობა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვადა შიდა პარტიული კონსენსუსით განისაზღვრა. რისი არჯერათ, მეგობრებს? ნუ თუ დემოკრატიის, არა. მათ აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის პირობებში ფუნქციობის ტკბილი ნოსტალგია არ ასვენებთ, როდესაც შიდა პარტიული კონსენსუსი მათრახით, ხოლო გარე პარტიული ქრთამით მიიღწეოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, დემოკრატიის ზეიმისთვის, რაც კოლექტიურ პადოშასთან კონსენსუსში უნდა აისახოს, კახა ოქრიაშვილის დაჭერას თავაზობენ ოცნებას და უკვირთ, რატომ ჯიუტობს კვირიკაშვილი. ნუ დაიბნები ბატონო პრემიერო, პოსტმოდერნია გარშემო და მიზეს შედეგობრივი კავშირი სრულიად აღრეულია. სათბურის აი საეჭვო თეორიის არ იყოს, აი ისე რომ უნდა დათვეს, რომ მერე ძალიან აცივდეს თუ პირიქით. მეც მიკვირს ამ ნაწილში რაღაცები და ბოლოსკენ ვიტყვი, რაც. ახლა კი ორიოდე სიტყვა საღაზრთან გაჩაღებული წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერზე მინდა მოგახსენოთ. როდესაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტის საერთო სახალხო განხილვების პარალელური პროცესი დააანონსა, მეხსიერებაში მაშინი ამოტივტივდა გაერო სამიძე მის მიერ ბავშვური სიჯიუტით ნათავკაცარი მეორე პარალელური დელეგაცია. ქცევის ალგორითმი აქაც იგივეა: 1 სამიტი, 2 პარალელური დელეგაცია, 1 კონსტიტუცია, 2 პარალელური განხილვა. 1 პრეზიდენტი, 2 რეზიდენცია. სწორ ადგილზე დაპირისპირების ინიცირება გარკვეულ ვნებად, სულიერ თუ ფიზიკურ საზრდოდ ექცა პრეზიდენტს, რომელიც არა ოცნებას, არა ივანიშვილს, არა კვირიკაშვილს, არამედ საკუთარ თავს უპირისპირდება და პრეზიდენტობამდელ მარგველაშვილს ებრძვის. ასე მოხდა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული დისკუსიის დროსაც. მარგველაშვილისათვის ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ზედაპირზე იყო გასასვლელი, ანუ როგორც ახლა იწვიან ხოლმე ეგზიტი, თავად ოცნებამ შესთავაზა პრეზიდენტს. პირდაპირ არჩევის წესის გაუქმების შემთხვევაში მას ხელთ გაუჭრელი კოზირი რჩებოდა. ოცნებას ჩემი გამარჯვების შეეშინდა და იმიტომ შეცვალა წესი, მივეშვი დედას ვუტირებდი, გადავანგრევდი, ყველაფერს იტყოდა და ვერ შეედავებოდი. ახლა არჩევნებში საკუთარი არ მონაწილეობა დარჩა საправებელი. აბა გარანტირებულ ელექტორალურ კატასტროფას ხო არ მოაწერს ხაზს და ჩაებნება მარათონში. საოცარია თითქოს. გასასვლელი ჰქონდა და არ ისარგებლა. სამაგიეროდ ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების სამი წეწავი და 2 ზღვას შუა მდებარე ქვეყნის პრეზიდენტი. ნიშანდობლივია რა. სიტყვა გამიგრძელდა და უნდა შევაჯამო. თანაც ზემოთ დაგპირდით კონსენსუსის ფასს მიუბრუნდები მეთქი. გადაგეგდო რა ძვალია მათხოვრებისთვის, გიორგი. ხომ გვექნებოდა ახლა სრული ჰარმონია და სიამტკბილობა. არ ჭარმაგი ვენეციელის ღრმა და ყოვლის მომცველი იმედგაცრუებით დავტანჯავდით ერთ-ერთს. მომავალ შეხვედრამდე, მეგობრებო.